ხშირად მიწერენ ხოლმე კომენტარებში, რომ აი, აბა რა უნდა ვჭამოთ ჩვენ, თუ ეს ცუდია, ის ცუდია ორგანოებისთვის, რა უნდა ვჭამოთ, საჭმელი აღარ დარჩა, რაც კარგია და ესეთ კომენტარებს. პირველ რიგში მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს არის, რომ ძალიან ბევრი ჯანსაღი საკვები არსებობს და ამ ჯანსაღ საკვებზე ვისაუბრებთ ზუსტად. Top 10 ასეთ ჯანსაღ საკვებზე. მეორე ის არის, რომ ჩვენ როცა საუბრობთ რაღაცაზე, რომ ჯანსაღია და კარგია, ან არ არის კარგი, ჩვენ საუბრობთ პრინციპებზე. ამ პრინციპზე ან ვექტორზე რომ ვიცოდეთ, საით ვიმოძრაოთ, თორემ, რა თქმა უნდა, ან მე მიჭამია თუ არა ისა, სუპი, ერთჯერადი მიჭამია რა თქმა უნდა. კი, და ვიცოდი თუ არა, რომ ცუდი იყო, ვიცოდი კი და მიჭამია, ხდება ესე. მაგრამ მინიმალურად და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ცოტა შემთხვევაში ვჭამო ესე. მიჭამია თუ არა, შემწვარი ხორცი რა თქმა უნდა, მწვადი ძალიან მიყვარს. მაგრამ ვცდილობ, რომ იყოს ნაკლები და ასე. ანუ სწორება უნდა გავაკეთოთ იმისკენ, რაც სწორია, თორემ რა თქმა უნდა, კი, ანუ არაჯანსაღს შევჭამთ, ეს ადამიანები ვართ, მაგრამ როცა სწორი ვექტორი გვექნება, მოძრაობის მიმართულება როცა გვექნება სწორი. ბევრად ადვილია ყველაფერი, აი ამიტომ ვისაუბრებ 10 ყველაზე სასარგებლო საკვებზე, რომლის მიღება თითქმის ყოველ დღე შეიძლება, ნუ ყოველ დღე ზოგიერთის არა, მაგრამ უმეტესობასი კი. და რას ნიშნავს ჯანსაღი საკვები? უნდა აღმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, ხო? პირველი უნდა იყოს ვიტამინები და მინერალებით მდიდარი უნდა იყოს, ეს ერთი კომპონენტია. ნუ რა თქმა უნდა, ყველა მთავარი არის, რომ უსაფრთხო უნდა იყოს. ვინაიდან საკვებზე ვამბობთ, ვთვლით უკვე, რომ მეტნაკლებად უსაფრთხოა, ჯანსაღი მით უმეტეს. მეორე მთავარი კრიტერიუმი არის, რომ ბოჭკოვანს უნდა შეიცავდეს. ბოჭკოვანი მნიშვნელოვანია ძალიან საჭმლის მონელებელი სისტემისთვის. ასევე ნაყროვანებისთვის, ასევე ნაწლავის ფლორისთვის, ბაქტერიებისთვის. მესამე არის, რომ უნდა იყოს მოცულობითი, ანუ საკვები რაც უფრო მეტ წყალს შეიცავს და უფრო ნაკლებ კომპონენტებს შეიცავს, მით უფრო კაია დღევანდელ რეალობაში. რა თქმა უნდა, როცა ძველ დროში საკვების დეფიციტი იყო და პატარა რაღაც საკვებს იპოვიდა ადამიანი და იმას შეჭამდა, ის რა თქმა უნდა ჯობდა, რომ შოკოლადის ფილები რო ეპოვა, ჯობდა, იმიტომ რომ ბევრ კალორიებს მიიღებდა და შიმშილს გადაურჩებოდა, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში, როცა საკვების სიჭარბე გვაქვს და არანაკლებობა, ჯობია რომ მეტ წყალს შეიცავდეს საკვები და მოცულობითი იყოს, ნაყროვანება ადრე დგებოდეს, შედარებით და ნაწლავებს ავსებდეს, ვიდრე ის რომ მოცულობით პატარა იყოს და ბევრ კალორიებს შეიცავდეს. შემდეგი საკითხი არის, რომ არ უნდა იყოს ულტრაპროცესირებული ესეთი საკვები. უნდა ქონდეს ან ცოტა შაქრები, ან არ უნდა ქონდეს. უნდა ქონდეს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რომ დიაბეტიანებისთვისაც შეიძლებაოდეს და არ უნდა შეიცავდეს არაჯანსაღ ცხიმებს. ასევე სასურველია, რომ შეიცავდეს ბიოაქტიურ კომპონენტებს და მოლეკულებს, რომლებიც იქნება ან ანთებისაწარმოებო, ან ანტიოქსიდანტური მოქმედების, მოკლედ სასარგებლო რაღაცებს უნდა შეიცავდეს. და მაღალი ნაყროვანების ინდექსი უნდა ქონდეს, ანუ იზომება ნაყროვანება, ან რამდენად ანაყრებს ადამიანს საკვები და აი მან მაღალ ქულას უნდა იღებდეს. ეგ არის ნიშნულოვანი კომპონენტები. პირველი საკვები, რომელიც ყველაზე პრინციპში ერთ-ერთი ჩემპიონია, არის შვრია. შვრია მდიდარია ბეტა-გლუკანით. ეგ არის საკვები ბოჭკო. ეს საკვები ბოჭკო ჟელეთ გარდა იქმნება კუჭში და ნაწლავებში და ჯერ-ერთი ქოლესტერინს უკავშირდება, ნაღლის მჟავებს უკავშირდება და გამოაქვს ორგანიზმიდან ნაღლის მჟავები და ორგანიზმს უწევს, რომ ახალი ქოლესტერინი წამოიღოს სისხლძარღვებიდან ღვიძლში, რომ შემდეგ ნაღლის მჟავები წარმოქმნას, ამიტომ ქოლესტერინის შემამცირებელი ეფექტი აქვს და ძალიან კარგია. ნაყროვანების შეგრძნებას დიდხანს იწვევს და კარგია. გლიკემიური ინდექსი აქვს 55, რაც არ არის ძალიან მაღალი, არც ძალიან დაბალი არ არის, მაგრამ საშუალოა. ნუ ნახშირწყლებს შეიცავს ბაქტერია, მაგრამ დიაბეტიანებისთვის მაინც შეიძლება. თუ დიაბეტი გაკონტროლებულია, თუ გაუკონტროლებელია დიაბეტი და შაქარი ურტყავს 400 და 500 და ესე, მაშინ არ არის სასურველი არანაირ ნახშირწყლის მიღება ზედმეტად, მაგრამ თუ კი გაკონტროლებულია, მაშინ შვრია უსაფრთხოა. შვრია ასევე მოქმედებს როგორც პრებიოტიკი, ორგანიზმში ამ სასარგებლო ბაქტერიებისთვის წარმოადგენს საკვებს, რაც კარგია იმუნიტეტისთვისაც და ზოგადად ჯანმრთელობისთვის და ანთებისთვის ორგანიზმში. და შვრიას აქვს ერთ-ერთი ძალიან მაღალი ნაყროვანების ინდექსი, თითქმის 200-მდე შესაბამისად, ეს ძალიან მაღალია, დიდხანს რჩება ადამიანი დანაყრებული და
შედარებით დღის განმავლობაში ჭამს ნაკლებს. ამიტომ შვრია ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია, ხო, B ვიტამინსაც შეიცავს, მაგნიუმს შეიცავს ასევე და სხვა ვიტამინებს და მინერალებს შედარებით ცოტა რაოდენობით, მაგრამ მაინც. მნიშვნელოვანი შეზღუდვა რა აქვს შვრიას, გამიგია და თქვენს გაგიათ ალბათ, რომ ფიტის მჟავას რა კი შეიცავს. შვრია გამოაქვს ორგანიზმიდან რკინა, თუთია და კალციუმი და ამიტომ კალციუმი გამოაქვს ორგანიზმიდან ძვლებს ასუსტებს, ეგეთი შეხედულებაა, თუმცა ეგ არ არის მთლად სწორი, იმიტომ რომ რეალურად რომ ეს გავლენა უფრო თეორიულია ვიდრე პრაქტიკული, მეორე ეს ფიტის მჟავა გაცხელებისას იკარგება, შესაბამისად მომზადებისას მნიშვნელოვანი მცირდება და მესამე არის რომ კლინიკური ეფექტი, ანუ ჩვენ თეორიაში ხარ გვჭირდება მარტო რეალურად ხო გვაინტერესებს მართლა ამცირებს თუ არ ამცირებს და პრაქტიკულად არ ამცირებს, ანუ ადამიანების 90% შემთხვევაში ვინც შვრიას იღებენ, შვრიის გამო არ უმცირდებათ არც კალციუმი, არც რკინა და არც თუთია. შესაბამისად მაღალ უსაფრთხოა ჯამურად მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორიული რისკი აქვს. ხანგრძლივად მიიღება შეიძლება თუ არა შვრიის, შეიძლება კი, პრობლემა არ არის, შეუძლია ადამიანს მთელი ცხოვრება მიიღოს. მეორე ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები არის კვერცხი. კვერცხი ძალიან დიდარია ნუტრიენტებით, რადგან იცით რომ ემბრიონის განვითარებისთვის რაც საჭირო ყველაფერს შეიცავს. შესაბამისად დიდარია მოკლედ ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით. შესაბამისად სასარგებლოა ჯამში კვერცხის მიღება. B12 ვიტამინსაც შეიცავს, მათ შორის D ვიტამინსაც, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც სელენიუმს, რიბოფლავინს, კოლინს, ლუთეინს, კოლინი მაგალითად ნერვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნერვული უჯრედებისთვის, ასევე უჯრედის სტრუქტურების მემბრანისთვის მნიშვნელოვანია, ნეიროტრანსმიტერებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კვერცხი ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია, მათ შორის ცილების მისაღებად, მაღალი ხარისხის ცილებს შეიცავს. ისე რომ კვერცხი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ეტალონად, როგორც ხარისხიანი ცილის, იმიტომ რომ ყველა ამინომჟავა შეიცავს, ადვილი მოსანელებელია, ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კუთხით. მაღალი ნაყროვანების ინდექსი აქვს ასევე, ძალიან მაღალი არ არის ეს, მაგრამ საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 150, მაგალითად თეთრ პურს აქვს 100, ან თეთრი პური ჭამ და არ განაყრებს, ან ნაკლებად განაყრებს. შვრიას აქვს 200, მაგრამ 150 ცუდი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის 0 ნახშირწყლები აქვს, ანუ ნახშირწყლები პრაქტიკულად არ აქვს. გლიკემიური ინდექსი აქვს პრაქტიკულად 0. ანუ დიაბეტიანი ადამიანისთვის შეიძლება თავისუფლად და თითქმის გლუკოზის და ინსულინის სპაიკს საერთოდ არ იწვევს მთელს ორგანიზმში, რაც ძალიან კარგია. ლუთეინს რომ შეიცავს, ასევე ზაექსანტინს შეიცავს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თვალის მხედველობისთვის, ამ მნიშვნელოვანი რეტინის შემადგენლობაში, ბადურის შემადგენლობაში შედის. ხო, რა თქმა უნდა, სრულად იდეალური არ არის კვერცხი, რადგან იდეალური ამ სამყაროში არაფერი არ არის, მაგალითად საკვები ბოჭკოებს არ შეიცავს საერთოდ, მაგრამ და თან ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს. ადამიანის ყოველ მესამე ადამიანი დაახლოებით 20-30% არის მგრძნობიარე კვერცხის მიმართ და ქოლესტერინის რაოდენობას წევს ზევით, თუ კი ერთზე მეტ კვერცხს მიიღებს. ერთი კვერცხი უმეტესი ადამიანისთვის არის უსაფრთხო და შეიძლება ჩაითვალოს, რომ თითქმის უსაფრთხოა, თითქმის ყველა ადამიანისთვის დღეში ერთი კვერცხი, მაგრამ სპეციალური სეგმენტისთვის, მაგალითად დიაბეტი ვისაც აქვს, მისთვის რეკომენდირებულია, რომ კვირაში 3-ზე მეტი არ მიიღოს, მაგალითად, ან 4-ზე მეტი არ მიიღოს, რადგან აი ქოლესტერინის რისკებიდან გამომდინარე. თუ უყვარს ადამიანს კვერცხი და უნდა რომ ბევრი მიიღოს, ასევე როგორც ცილების წყარო, ამ შემთხვევაში მოხარშული კვერცხი და ერთი სრული კვერცხი შეუძლია ჭამოს და დანარჩენი კვერცხის ცილები, ანუ ის თეთრი შეჭამოს და გულები არ შეჭამოს, ეგ შესაძლებელია. ქოლესტერინს არ მიიღებ ესეთ შემთხვევაში. მესამე ერთ-ერთი საუკეთესო საკვები არის ორაგული და ზოგადად თევზი. რატომ? იმიტომ რომ დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა და ადვილად მოსანელებელია, დაახლოებით 20 გრამ შეიცავს ცილას 100 გრამზე. შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ეს ყველაზე მთავარი კომპონენტია და იცით რომ ცხიმიანი თევზი არის ომეგა 3-ის წყარო და ომეგა 3 არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზმისთვის.
და სხვა რამებიდან პრაქტიკულად ვერ ვიღებთ ომეგა-3-ს, ნუ თუ ისე არ დალევ საკვებ დანამატად, სხვა პირდაპირ საკვებიდან თითქმის ვერ იღებ. მცენარეული ომეგა-3 ძალიან ცუდად შეიწოვება, ამიტომ თევზი არის საუკეთესო წყარო მისთვის. ან თევზი აუცილებელია ჩვენი კუნთებისთვის, აუცილებელია ტვინისთვის და სისხლძარღვებისთვის ეს ომეგა-3, რომელსაც შეიცავს თევზი. ნაყროვანების ინდექსი მაღალი აქვს თევზს, დაახლოებით 180, ნუ საუბარია ორაგულზე ამ შემთხვევაში და უფრო მაღალი აქვს ვიდრე კვერცხს. ორჯერ მაღალი აქვს თითქმის ვიდრე თეთრ ბურთს, შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. შესაბამისად დანაყრებისთვისაც ეფექტურია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს თევზს. მნიშვნელოვანი შეზღუდვა ის არის, რომ მისი ყოველდღე მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან თევზებში გროვდება ვერცხლის წყალი, მეთილმერკური, რომელიც მომწამლავია ნეიროტოქსინია, ჩვენი ნერვული სისტემისთვის არის მომწამლავი და რაც უფრო დიდია თევზი, უფრო მეტი აქვს ეს ვერცხლის წყალი დაგროვილი და უფრო მეტ ტოქსინს ვიღებთ. ამიტომ თევზის მიღება ყოველდღე არ არის საჭირო. უმეტესობა გაიდლაინი მოგვიწოდებს, რომ მივიღოთ კვირაში 3-ჯერ, ნუ 100 გრამიდან 150, ნუ 200 გრამი შეიძლება თევზი კვირაში 3-ჯერ, ან კვირაში 2-ჯერ. ამ დროს, როგორც წესი, საკმარისი რაოდენობით იღებ იმ ომეგა-3-ს, რაც გჭირდება. 100 გრამი დაახლოებით 2,5 გრამ ომეგა-3-ს შეიცავს, როცა 100 გრამ თევზს იღებ. ეს საკმარისია პრინციპში, შესაბამისად ომეგა-3-ის დეფიციტ კვირაში 3-ჯერ ან 2-ჯერ თევზის მიღებით ვივსებთ. ასევე თევზის მიღება არ არის ყოველდღე საჭირო, იმიტომ რომ ზედმეტი ომეგა-3 შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და მაგან შეიძლება სისხლი გაათხიეროს ცოტა ზედმეტად, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც სისხლის გამათხიერებლებს ისედაც იღებენ. თუმცა ეგ დიდი რისკი არ არის და ზოგადად ჯანსაღი პოპულაციისთვის დიდი რისკი არ არის, მაგრამ ყოველდღე მიღება მაინც არ არის სასურველი. ხო, გლიკემიური ინდექსი პრაქტიკულად აქვს 0 თევზს, ან თითქმის არ აქვს. შესაბამისად ეგ არ არის პრობლემა. დიაბეტიანებსაც შეუძლიათ მიიღონ, ყველა სეგმენტს შეუძლია მიიღოს თევზით კვების დაწყებაც კარგია, შესაბამისად მოკლედ თევზი ერთ-ერთი ოქროს საკვებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი ყოველდღე მიღება არ არის რეკომენდირებული. მეოთხე საუკეთესო საკვები არის სოკო. სოკო ოღონდ არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, შხამიან სოკოებზე, ეგ კატასტროფაა ღვიძლისთვის და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს კიდევაც, შესაბამისად ამ შხამიან სოკოებს უნდა მოვერიდოთ კი არა, უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ აუცილებლად სოკოს შემთხვევაში. და ეს გარეთ მოყვანილი სოკო და თუ კი ადამიანი მოკლედ 100% არა დარწმუნებული სოკოში, ჯობია არ ჭამოს, მაგრამ ეხლა რაც კომერციულად იყიდება ხოლმე ქამასოკოები, როგორც წესი, იქ ჯერ არ გამიგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ვინმეს რამე შეშლოდეს და სხვა შხამიანი სოკო ყოფილიყოს იქ, ეგეთი რაღაცა მე არ მსმენია პირადად. შესაბამისად, სოკოები ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საკვებ სოკოებზე ლაპარაკი, გლიკემიური ინდექსი აქვს ძალიან დაბალი, ან დიაბეტიანების შეიძლება 10 დაახლოებით, 0 არ აქვს, მაგრამ 10. ისე მარტივი პრინციპი რომ დავიმახსოვროთ, კვერცხს და ხორცს ზოგადად აქვს 0 გლიკემიური ინდექსი. სხვა დანარჩენ რაღაცებს ცოტა მაინც აქვს, მაგალითად ეხა სოკო საერთოდ ცალკე სამყაროა. აი აქაც იგრძნობა რა რაღაცა ცხოველსა და იმას შორის არის. ანუ არ აქვს იმდენი ნახშირწყლები, რაც ჩვეულებრივ მცენარეებს აქვს, მაგრამ არც იმდენი ცილები არ აქვს, რაც ცხოველებს აქვს. რაღაც შუაშია მანდაც. იგივე გლიკემიური ინდექსი 10 აქვს. შეიცავს ცილებს, მაგრამ არა ბევრს. დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს. ნუ 2-3 გრამს შეიცავს ცილას, რაც კარგი არ არის, მაგრამ ნაყროვანების ინდექსი საკმაოდ კარგია, 160. შესაბამისად, ნაყროვანებისთვისაც კარგია. კალორიულობა ძალიან დაბალი აქვს, 22 კალორია აქვს 100 გრამზე. ძალიან დაბალია. აი რო შევადაროთ მაგალითად შვრიას აქვს თითქმის 400 კალორია 100 გრამზე. შესაბამისად, ანუ არც დაარდება იმდენად დაბალ კალორიულია სოკო, ან სოკო შეიძლება ჭამო და არ არის პრობლემა, არ მოგამატებინებს პრაქტიკულად. სოკოები შეიცავენ ასევე ბეტა-გლუკანს, ანუ საკვებ ბოჭკოებს შეიცავენ, რაც კარგიან ძალიან, ანუ
პრინციპში სოკოებს სრულფასოვანი შემადგენლობა აქვს, უბრალოდ დაბალ კალორიულები არიან და რო ვთქვათ, რომ ძალიან ვიტამინებით და მინერალებით ძალიან მდიდარია, არა, მაგრამ ჯამში მათ შორის ვიტამინებსაც შეიცავს, მაგალითად ბეჯგუბის ვიტამინებს, სელენიუმს, კალიუმს, კუპერს, ანუ სპილენძს და კიდე სხვა მიკროელემენტებს შეიცავს. და სხვა ვიტამინებსაც უბრალოდ მცირე რაოდენობით. ხო, თუ ვიტყვით ახლა ცილების შემადგენლობით ვერ მოვა ვერც კვერცხთან, მაგალითად კვერცხი 13 გრამს შეიცავს 100 გრამზე, მაშინ როცა ეს 3 გრამს შეიცავს სოკო, ცოტა ნამდვილად ეს არა ბევრი. ხორცი შეიცავს თქვა 20 გრამს, 20 გრამზე მეტს, ბარდა და ესეთები 9 გრამს ზოგი მეტს. მაგრამ მაინც ყველაფრის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენად უსაფრთხოა, რა თქმა უნდა, შხამიანზე არ მაქვს საუბარი, რამდენად სასარგებლოა ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ზიანი არ მაქვს ორგანიზმისთვის. მათ შორის არც გრძელვადიან, პირიქით, ვინც გრძელვადიანად იღებს სოკოებს, უფრო გულსისხლძარღვთა სისტემა უფრო დაცული აქვს. ასევე ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს სოკო. და დღეში 200 გრამის მიღება შესაძლებელია და მიიჩნევა უსაფრთხოდ, მათ შორის ხანგრძლივადაც კი. მეხუთე მთავარი საკვები და საუკეთესო საკვები არის სელის თესლი. ხო, სელის მეხუთე მეექვსე ადგილს ვიტყვი ერთად, იმიტომ რომ სელი და ჩია ამათ ერთად მოიაზრებენ ხოლმე ორივეს, ჯერ სელზე ვთქვათ, სელი მდიდარია ბოჭკოებით, მდიდარია ცილებით, დაახლოებით შეიცავს 18 გრამ ცილას, 27 გრამ ბოჭკოვას, რაც ბევრია, ასევე შეიცავს ფიტოესტროგენებს, ანუ ჰორმონებს, რომელიც გავს ესტროგენებს. ხო, და აქ არის ხოლმე საუბარი რაღაც ხო არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ჰორმონებზე და რაღაც ნეგატიურს როგორც წესი არ ახდენს პირიქით, ანუ გულსისხლძარღვა სისტემისთვის როგორც წესი მოქმედებს პოზიტიურად და დამცველობითად. სელის თესლი მაღალი ნაყროვანების ინდექსი აქვს. ხო, სელთან მიმართებაში ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ სელის თესლს ჭირდება ყოველთვის დაბქვა, ანუ დაუფქვავს თუ მიიღებ, პრაქტიკულად ვერ იღებ იმ სასარგებლო ნივთიერებებს, რაც მასში შედის, მათ შორის სასარგებლო ცხიმები შედის, ბოჭკოვანი, ეს ცილები, პრაქტიკულად ამ სარგებელს ვერ იღებ. ამიტომ დაბქვა არის მნიშვნელოვანი. ხო, ზოგი ამბობს, რომ დაუფქვავი რომ მივიღო რა დაშავდება, არა დაშავებით არაფერი არ დაშავდება, გამოვა უბრალოდ ორგანიზმიდან, თითქმის მოუნელებელი, ცოტა რაღაც დონეზე ბოჭკოვანს მიიღებ, ანუ ბოჭკოვანის სასარგებლო თვისებებს მიიღებ, ასევე მიიღებ ცოტას კალორიებს, მაგრამ ნამდვილად ცოტას, უბრალოდ როგორც ტოპინგს, რომელზედან რომ მოაყრიან ხოლმე ან ხრაჭუნაის რომ ისე ზოგჯერ პურებს რაღაცებს აყრიან ხოლმე მთლიან სელის მარცვლებს, მაგრამ როგორც იმისთვის რომ სელის სასარგებლო თვისებები მიიღო, ამისთვის აუცილებელია რომ დაბქვა და დაბქვილი ერთი კოზი, ერთი სუფრის კოზი ჩაყრიან ხოლმე როგორც წესი ან იოგურტში, ან შრის პაფაში, ან სმუზებში, ანუ რაღაცაში, რომელიც შედარებით უფრო ნესტიანი საკვებია, უნდა გახსნა. ეგ არის აზრი. ჩიას შემთხვევაშიც და სელის შემთხვევაშიც. და შემდეგი არის ჩია. ჩია კიდევ უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო საკვებ ბოჭკოს. შესაბამისად, ამ საჭმლის მონელებელი სისტემისთვის საუკეთესოა ჩია, ნაყროვანებისთვის საუკეთესოა ჩია. შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსაც, მაგრამ ამ ომეგა-3-ს, როგორც გითხარით, ან მცენარეებიდან ვერ შეითვისებს ორგანიზმი მნიშვნელოვნად და ანუ ისე რომ რაღაც დიდი ყურადღება მიენიჭო, აზრი არ აქვს, იმდენად პატარა პროცენტს იღებ. ამიტომ ომეგა-3-ზე ყურადღების გამახვილება ხოლმე, როცა საუბარია ჩიაზე და სელზე და სხვა მცენარეებზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა თვითონ თავისი არსით ეგ ცხიმები ჯანსაღი ცხიმებია. ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ არა ისე რომ ომეგა-3-ს ვერ ანაცვლებს ეგ. ბოჭკოვანის მხრივ პრინციპში ჩემპიონია ერთ-ერთი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოვანს უფრო მეტს ვიდრე სელი, შესაბამისად
მნიშვნელოვანია და ჩია გამოიყენება ხოლმე დილაობით, მე ნაკლებად რომ მოშივდეს ადამიანს და ასევე შესაძლებელია ვარჯიშის შემდეგ, იმიტომ რომ ნახშირწყლები ნელ-ნელა აითვისება ჩიასთან ერთად, ნელა ხდება მისი ათვისება და ასევე გლუკოზის სტაბილურ დონეს განაპირობებს სისხლში და ვარჯიშის შემდეგ აღდგენისთვის მნიშვნელოვანია. ხო, აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩიას თუ მიიღებ, არ უნდა ის პირდაპირ მშრალად არ უნდა გადაყლაპო, იმიტომ რომ ფუდება. ჩია დაახლოებით ზომაში იმატებს 10-12 ჯერ, ანუ 10-12 ერთი მოლეკულა ჩიასი მოკლედ 10-12 წყლის მოლეკულას იკავშირებს, შესაბამისად, რაც იქნება ჩიას მარცვალი 10-12 იმდენ წყალს შეიკავშირებს, ამიტომ მოცულობაში იზრდება, ამიტომ ახლა ჩია ფუდება როგორც წესი, ამიტომ აფუებენ გარეთ. და მე შესაძლებელია ასევე ის, რომ გახსნა მთელი ღამე დატოვა, მაგალითად, ხშირად აკეთებენ ხოლმე იოგურტში ან მაწონში ჩაყრიან და ღამე დატოვებენ და მე დილით იღებენ, ეგ შესაძლებელია, ან ნახევარი საათი. ან რამდენიმე საათი წყალში და მე ესე სვამენ. ეგეც შესაძლებელია. თუმცა ყველაზე ხშირი პრაქტიკა მაინც არის, რომ ან შვრიის ფაფაში ჩაყრა, ან იოგურტთან ერთად, ან მაწონთან ერთად. კითხვები არის ხოლმე, რომ ჩია და სელი ერთად თუ შეიძლება, კი როგორ არ შეიძლება ერთად, 1-2 სუფრის კოზი, ეგ არის დღიური დოზა ორივესთვის, ერთი და მეორე შესაძლებელია ერთი ან მორიგეობით მათი მიღება, ეგეც ხშირი პრაქტიკაა. შესაძლებელია ერთადაც, თუმცა ძალიან ბევრით საჭირო არ არის, ანუ დღეში ისე რომ 2 სუფრის კოზზე მეტი გამოვიდეს, სასურველი არ არის. მეშვიდე საუკეთესო საკვები არის ნუში, ნუში შეიცავს ვიტამინ S, მაგნიუმს, ბოჭკოვანს, ცილებს და არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ის ადამიანები, ვინც ჭამენ ნუშს და ზოგადად თხილეულს, უკეთესი გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობა აქვს, დაახლოებით 20%-ით. მაღალი ნაყროვანება აქვს ნუშს, ვინაიდან ცხიმების, ჯანსაღი ცხიმები აქვს, ცილების, ბოჭკოვანის კომბინაცია აქვს, დაახლოებით 180 აქვს ნაყროვანების ინდექსი, 180 მაღალია, პურზე, თეთრ პურს, თქვა შესადარებლად თეთრ პურს იყენებენ ხოლმე, თეთრ პურს აქვს 100. კალორიულობაც მაღალი აქვს, დაახლოებით 580 კალორია აქვს 100 გრამზე, ეგ ძალიან მაღალია. ამიტომ დიდი რაოდენობით ნუშის მიღება არ არის რეკომენდირებული. საკვები ბოჭკოებს რო შეიცავს და რეზისტენტულ სახამებელს, ეგ საჭმელსმონელებელი სისტემისთვის კარგია. ზოგადად თხილეულია კარგი, არა მარტო ნუში, არამედ ზოგადად თხილეული კარგია და დოზირება რამდენია კარგი, დაახლოებით 20-დან 30 გრამამდე რომ მიიღოს ადამიანმა. გლიკემიური ინდექსი დაბალი აქვს, დაახლოებით 30 მიეკუთვნება დაბალს. 50-60 მიეკუთვნება ხოლმე საშუალო, 40-ით საშუალოსკენ არის და უკვე უფრო მაღალი არის 60-ზევით, 70, 80-90 ასი ძალიან მაღალია, გლუკოზა მაგალითად არის 100 გლიკემიური ინდექსის მქონე. ხორცეულს აქვს 0. ამით იმას ვამბობთ, რა თქმა უნდა, ხას უსვამს, რომ შესაძლებელია ნუშის მიღება დიაბეტის დროსაც კი, როცა ადამიანს აქვს დიაბეტი. მერვე საუკეთესო საკვები არის ლობიონ და ლობიოსებურები, პარკოსნები. ლობიო შეიცავს ცილებს დიდი რაოდენობით, ბოჭკოებს შეიცავს, ძალიან მაღალი ნაყროვანების ინდექსი აქვს, დაახლოებით 200-იან, იმიტომ ლობიოს რო შეჭამ, მე აღარ გშია კაიხანი. გლიკემიური ინდექსი აქვს დაბალი 30 დაახლოებით, თავიდან შებერილობას იწვევს და გაძევს და ეგ არის მთავარი მისი პრობლემა, რეალურად რაც ადამიანებს არ უყვართ და არ მოსწონთ, თუმცა ნელ-ნელა ეჩვევა ორგანიზმი თუ ყოველდღე იღებს ადამიანი. დღეში 100-დან 200 გრამამდე მიღება პრობლემა არ არის, ხო გამზადებული საუბარი და არა ისა 200 გრამი მოსახარში არა გამზადებულზე, ძირითადად მიიჩნევა რომ არის ნორმალური. და მეცხრე არის წიწიბურა. წიწიბურაც ერთ-ერთი საუკეთესოა, ნაყროვანების ინდექსი მაღალი აქვს, გლიკემიური ინდექსი დაახლოებით აქვს 45, საშუალო დაბლისკენ უფრო მეტად. შესაბამისად ჯანსაღია, ასევე ვიტამინებს და მინერალებსაც შეიცავს, პოლიფენოლებსაც შეიცავს, რომელსაც ენდოთელიუმის დაცვის ფუნქცია აქვს და რუტინს შეიცავს ასევე, რომელიც სისხლძარღვებისთვის არის მნიშვნელოვანი, ბოჭკოვანიც მნიშვნელოვანია, დიაბეტიანებისთვისაც როგორც წესი შეიძლება. რაც შეეხება მეათე საკვებს, მეათე არის
კენკრონები და მარწყვი განსაკუთრებით, რომელიც მდიდრები არიან ვიტამინებით, პოლიფენოლებით, ასევე სისხლძარღვების ფუნქციას აუმჯობესებენ. ასევე წყალს დიდ რაოდენობით შეიცავენ, ბოჭკოებს შეიცავენ, საკვებ ბოჭკოს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს დაახლოებით 40 და ხილისთვის ძალიან კარგია. ძირითადი შეზღუდვა არის, რომ სეზონურია და ყოველთვის არ არის და ძვირია. თორე ისე გემრიელი საჭმელია და 100-დან 200 გრამი რო შეჭამოთ დღის განმავლობაში არის სრულიად ნორმალური. კიდე არის ბევრი ჯანსაღი საკვები, მაგალითად იოგურტი, სეზამის მარცვლები, წიწაკა, ბულგარული წიწაკა და ზოგადად ბოსტნეულების უმეტესობა კიტრი, პამიდორი და აი ყველაფერი თითქმის რაც ბოსტნეულია და მწვანეა, თითქმის ყველაფერი სასარგებლოა, გოგრა, ყაბაყი, კომბოსტო, ავოკადო, ღვიძლი, მაგალითად ძროხის ღვიძლი, ოღონდ ზომიერება მან საჭირო, ზომიერების დაცვა, რადგან დიდი რაოდენობით რკინა შეიცავს. ანუ ბოსტნეული და ხილი უმეტესად არის ჯანსაღი, შესაბამისად მათი ჭამა ჯანსაღია და ისე არ არის რომ რაღაც საკვების გარეშე ვრჩებით, იმიტომ რომ ყველაფერი ცუდია, ასე არა. მწვანე რაცაა თითქმის ყველაფერი კარგია. თევზეული თითქმის ყველა კარგია. ქათმის ხორციც ნორმალურია, ანუ არაფრწყინვალე რაღაც თქვათ იქიდან გამომდინარე ქოლესტერინიდან და ზედმეტი ცხიმებიდან გამომდინარე, რაც მომზადების ახსნება, თორე მაგალითად ქათმის ფილე ცუდი არ არის, კარგია ჯამში. შესაბამისად ანუ საკვები არის, რომელსაც დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია. დავარია ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და არხის მხარდაჭერა გინდათ, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ და აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები მითითებული. ვისაც არ შეგიძლიათ ან არ გინდათ დონაციები, ისე შეგიძლიათ არხის მხარე დაუჭიროთ, დალაიქოთ, დააკომენტაროთ, ან ნებისმიერი სახის და ნებისმიერი ფორმის თქვენი სოლიდარობის გამოხატულება არხის განვითარებას ეხმარება. ამიტომ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს და მადლობა ინტერესისთვის.